მარიამ ტყემალაძე გადავწყვიტე მიმეღო პროექტში მონაწილეობა, რადგან პროპაგანდა გააუწიო ყოფილი ქალი პატიმრების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ევროკავშირი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დახმარებას უწევს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე განხორციელებული პროექტების დაფინანსებას. ამ დაფინანსების მთლიანი თანხა 14 მილიონი ევროა. ამ პროექტებში კი სულ 34 ახალი პროექტი შედის. ეს პროექტები ხელს უწყობს სამოქალაქო უფლებების დამკვიდრებას და ადვოკატირებას, უწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი მონაწილის ჩართვას და ამით იმის უზრუნველყოფას, რომ აუცილებელი რეფორმების მიღმა არ დარჩენ ადამიანები. ჩვენ მოქალაქეები ამას საკუთარ ინტერესებში უნდა ვიზიარებდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. წამებისა და ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი ემპათია დახმარებას უწევს საპატიმრო და ახლად გამოსულ ქალებსა და ახალგაზრდებს. დღეისთვის ემპათია ყოფილი პატიმრების ორწლიან პროექტს ახორციელებს ბათუმში, თბილისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში. ორგანიზაციას თანამშრომლობს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციების პროგრამების ცენტრთან. ევროკავშირმა ამ პროექტისთვის 298,000 евро გამოყო, რაც ბიუჯეტის 90% შეადგენს. წამების საწინააღმდეგო ქსელის შექმნა წამების მსხვერპლებისთვის მულტიდისციპლინური რეაბილიტაციის მომსახურების განვითარებას, დაუსჯელობას და ბრძოლას, წამების პრევენციას, ადვოკატირების, ტრენინგების დაგეგმვას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას გულისხმობს. პროექტს 38 ადამიანი გაუძღვა და მასში 150 სპეციალისტი იქნება ჩართული. პროექტის პარტნიორები საქართველოს აღჯერასრულების იურიდიული დახმარების სამინისტრო და საქართველოს სახალხო დამცველია. ამ პროექტებში მონაწილეობას მიიღებენ ექიმი თერაპევტები, ექიმი ფსიქოლოგები, ექიმი ნევროლოგები, ექიმი ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები და იურისტები. პროექტის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ცენტრი წელიწადში 500 ადამიანს უწევს დახმარებას. პროექტი ტერიტორიულად მოიცავს საქართველოს, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებს, სომხეთს, აზერბაიჯანს და ჩეჩნეთს. ამ თემასთან დაკავშირებით გადავწყვიტე გავსაუბრებოდი ფსიქოლოგ ლელა პაპიძეს. მივესალმები ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობა მისჯილ ქალთა და ახალგაზრდათა რეაბილიტაციას საზოგადოებაში. საშევასრულების დეპარტამენტში ვიცი, რომ მრავალი პროგრამა მიმდინარეობს პატიმრების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. აუცილებლად პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის პატიმრების რეაბილიტაცია.